პარლამენტარი მალხას წერეთელი და დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები საქველმოქმედო აქციებს მართავენ. პერევისის, გეზრულისა და სვერის შემდეგ დარკვეთის, ზოდის, ხვაშითის და წირქვალის თემში მცხოვრებ, შეჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრნენ. ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს საქველმოქმედო აქციის ორგანიზებაში ჭიათურის საჯარო სკოლები დაეხმარნენ. ეხმარებით 15-ვე თემში შემავალ სოფლებში მაცხოვრებელ გაჭირვებულ ოჯახებს და მრავალშვილიან ოჯახებს. და ამ ორგანიზებაში დაგვეხმარა ჭიათურის საჯარო სკოლის დირექცია და პედკოლექტივი მთლიანად. შეგვიგროვეს მეორადი ტანსაცმელი სათამაშოების საყოფაცხოვრებო ნივთები. დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებმა დარკვეთში სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს საჩუქრები გადასცეს. ბავშვი ცუდად არის, აქვს ცელიაკია. ესაჭიროება დიეტა. 1 კილო ფქვილი ღირს 18 ლარი და 55 თეთრი. ხო და შემოსავალი არაფერი არ გვაქვს, ჩემი მეუღლე არ მუშაობს და გვიჭირს ძალიან. შვილები შემოგვდირიან, ბებია, ბაბუა. ჩვენ გვიჭირს, ჩვენც რა გვაქვს, პენსიონები ვართ, ჩემი მეუღლეც ავადმყოფი არის. მართაც გამწარებულია, შვილი მოგვდირებს, რაც რა გინდა რო ქნა. ტანსაცმელი და სათამაშოები მიიღეს საჩუქრად ზოდის თემში მცხოვრებმა მრავალშვილიანმა და შეჭირვებულმა ოჯახებმაც. გავაკეთეთ აქცია ესეთი საჯარო სკოლებს ქალაქის ახლოვეთ, ტანსაცმელი, სათამაშო, ფეხსაცმელი. რაც ისეთი იყო, ისინი აღარ იყენებდნენ, მაგრამ გამოყენებადი. შევაგროვოთ და მოგითხრით. მერმანიშვილების 10-სულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ციცო მერმანიშვილის პენსიაა, რომელიც ოჯახს აუცილებელი მინიმუმისთვისაც კი არ ყოფნის. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველაფრისთვის, ჩვენი დახმარებისთვის. 4 შვილი მყავს, მიჭირს რა თქმა უნდა. 10 სული ვართ ოჯახში, შემოსავალი არაფერი არ გვაქვს. ერთი პენსიონერი ვარ მე და ამით სულ გმულობთ რომ ეს ხვაშითში მცხოვრები 5 შვილის დედა თამარ აბესაძეა. საჩუქრებით ყველაზე მეტად ამ პატარებმა გაიხარეს. დიდი მადლობა დეპუტატის ბიუროს, რომ ჩვენი გულისთვის შეწუხდა და პატივი გვცა. ჩვენი გაჭირვება გულთან მიაქ და ბავშვები გამიხარა აღდგომისთვის. ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს სოფლებში არსებულ შეჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებზე ინფორმაცია სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებმა მიაწოდეს. დეპუტატის ბიუროდან მოგვივიდა შეტყობინება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მზადდებოდა გარკვეული დახმარება. შევარჩიეთ ჩვენს სოფლებში ძალიან გაჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახები. მომზადდა პროგრამა, მოვიდა გადაეცა მათ ტანსაცმელი. ოჯახები კმაყოფილები არიან და მცირედი დახმარებაც კი მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ვინაც მოღვაწეობა შეიტანა, ამაში წვლილი რო უნდა გადმოგვცემოდა ეს საჩუქრები, ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველას. ამჯერად ბოლო გაჩერება წირქვალის თემი იყო. საჩუქრები აქ მცხოვრებმა 4 შეჭირვებულმა ოჯახმა მიიღო. დიდი მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, დაფასებისთვის. ეს იმხელა ის არის, ხელი რო წამოგიკლას ადამიანმა, მაინც რაღაცას ნიშნავს. ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის მალხას წერეთლის ბიუროს თანამშრომლების განცხადებით, მსგავსი საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება.